ძალიან გთხოვთ, უბრალოდ გთხოვთ, რომ ამ ვიდეოს ბოლომდე უყუროთ რა, იმიტომ რომ ეს არის ძველი თბილისის ერთ-ერთი უბნის, ერთ-ერთი ულამაზესი სახლი და სარდაფი ნახეთ, ანუ ხალხო ინგრევა ეს სახლი უბრალოდ და ნახეთ აი ხა ამბავი რომ მოგიყვეთ, ანუ ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი სახლი, რომელიც ნახეთ გარედან რუსებს გადაუღებიათ და შიგიდან ულამაზესი ქართული აგური არის, ულამაზესი. ჯერ მარტო შიგნითა ეს უცნახეთ რა ლამაზია, ჯამის რეაბილიტაცია რო ჩატარდეს, რა ლამაზი იქნება და ნახეთ როგორი ავარიულია ხალხო მონგრეულ ზედა კედლებს ნახეთ, კონკურენტს და ეხლა ნახეთ შიდა ამბავი. ჩემი გაუგნებები ნახეთ, ხალხო, ანუ ინგრევა სახლი, ინგრევა. აი ესეთ სახლებში ცხოვრობენ ადამიანები და ღმერთმა დაგვიფაროს და ერთ-ორ ბალიანი მიწისნაც კი ჩაამხობს ამ ადამიანს. 6 ოჯახი ცხოვრობს ხალხო აქ, 6 ოჯახი აი ამ სახლში. და უკაცრავად, მაგრამ ეს 20% ჩვენი ჯიბიდან რომ მიდის, შავი ჯიპებს რომ არ მოხმარდეს და ესეთ სახლების რეაბილიტაციას რომ მოხმარდეს და ჩვენც რომ გავიხაროთ და ხალხმაც რომ გაიხაროთ და ხალხი რომ ცოცხლად არ დაიმარხოს არ შეიძლება. ისეთ რა უთხრეს ამათ მერიდან უკვე მოსულები და წითელი ლენტით შემოსაწყვეტ რომ ტროტუარზე ტყისიარული საშიჯარო სახლი არ დაინგრესო და ამ სახლში ცხოვრობს 6 ოჯახი.